და თქვენ აღმოჩნდით ეს პირველი, რომელმაც ხმამაღლა განაცხადეთ, რომ გამსახურდიას თავი არ მოუკლავს, გამსახურდია მოკლეს. Რაღაცა ვიცნოთ გამსახურდიას კარგად. ის თავის მომკლული არ იყო. ეს შეიძლება უნდა და ბევრს ესეთი ვერსიის გაშვება, მაგრამ გამსახურდიას მე ვიცნობ ბავშვობიდანვე. როცა კონსტანტინე გამსახურდია ჩოხა ახალოში მოიყვანა პირველ სკოლაში. აი იქიდან ვიცნობდი. და გამსახურდია თავს არ მოიკლავდა. გამიგეთ რა არის? ორი ტყვით მით უმეტესი. გამსახურდია თავს არ მოიკლავდა. თუმცა ადა თუ უბრალოდ როცა დაწერეს იმაში გაზეთებში და იმაში რომ ფეხებში ედო იარაღი და ესე აბა თქვენ წარმოვიდგინეთ კაცს ნასრული ტყვით ფეხებში იქნებოდა გადააგდებდა იარაღს, ხო? მაგრამ ედო ფეხებთან ეს ვის შეიძლებოდა მოეკლა გამსახურდია? ბატონო? ვის შეიძლებოდა მოეკლა ზუსტად გამსახურდია? ეს ბერჯერ დავწერე და ბერჯერ ვლაპარაკეთ მაგაზე და დღეს ამაზე საუბარი ძალიან ძნელია და არც მინდა. არა, კომისიამ დადო დასკვნა, რომლის მიხედვითაც პროკურატურას ხელახლა უნდა აღეწესა ზუსტად გამსახურდიას მკვლელობის ფაქტზე. ამას არ წერენ და არ დაწერენ, სანამ არ გაიგო ის სიმართლე, შევანაძებულა თქვა სიმართლე, ვის დაავალა ბაგა ზუსტად გამსახურდიის მოკვლა. თუმცა საიდან შემოიყვანა მან ჯარები ბალტინის და დაარბია ზუსტად გამსახურდიის ოპოზიცია და ის შეარაღებული ძალები და ყველა კურდღლებივით გაიქცა და არ მიატოვეს ეს ზუსტად გამსახურდია, რომელიც დადიოდა სამეგრელო სოფელს. თუმცა თქვენ ეხადეთ დამაცედეთ რომ მე ვინ გაყიდა ზუსტად გამსახურდია? ისე გაყიდა თავის ხალხმა. ის მეგრელები, რომელიც მას გარშემო ტეალებდნენ, ინფორმაციას აძლევდნენ ავთო იოსელიანს და გია გულუას. ავთო იოსელიანი იყო მაშინ სოხუმის უშუალობის უფროსი და მაგათაც ძალიან კარგად იყო თვითონ. ის ინფორმაცია სად მოძრაობდა ზუსტად გამსახურდია უკვე ზეპირად იცოდა სოყოლა. რასაკვირი ის ინფორმაცია, რომელიც მეგრელი გადაცემდა ავთო იოსელიანს. თქვენ ავტომატურად აყენებთ ეჭვ ქვეშ რობიჟონ მარგველანის, ბესარიონ გუგუშვილის და ბაჩუკი გვანცელაძის სანდოობას, რომლებიც უკანასკნელ წუთებში ახსნენ პრეზიდენტს. მე გითხრათ რომ რაც ესე იყო, აი თქვენ ღმერთმა დაგიფაროთ და ორი ტყვით მოიკლავთ თავს. თუმცა ქალბატონმა თემას დეკანოსიძემ თქვა, რომ ერთი ნატყვიარია და მეორე უბრალოდ დაობებული კანია, რომელიც შესაძლოა ნატყვიას წააგავდესო. ასეთი იყო ქალბატონი დეკანოსიძის დასკვნა გამსახურდიას ცხედრის დათვალიერებისას და ორი ტყვია ოფიციალურად არცად არ ფიგურირებს. არ ფიგურირებს, იმიტომ აქ მაგრა იმუშავა უშროებამ ავთო იოსელიანმა. რომ გამსკდარიყო ის საქმე, რაც იყო და ზუსტად გამსახური როცა იწვა დაუშვათ. ო, ისო პირველი ტყვია მოხდა კისრისარეში, აი ეგ სადღაც გაიარა და მეორე კი გაატყეს თავში. ფანჯარა ვინც გააღო, საიდანაც იყო ფანჯერი და რა. რომელიც შიგნიდან ჩარაზული იყო გუგუშვილის მტკიცებით. ო, ჩარა არა, ვინც გააღო ფანჯარა, ის არის მოღალატე და ზედა სკოლები. ანუ ამ სამეულიდან ერთ-ერთი? შეიძლება დაცვიდან იყო ვიღაც. ან გუგუშვილი, ან მარგველანი, ან გვანცელაძე, ამ სამიდან ერთ-ერთს თქვენ ეჭვქვეშ აყენებთ. ერთ-ერთი იქნებოდა, უბრალოდ გამგებული ვინდა. თუმცა იოსელიანმა კარგად დამალაო ფაქტები და მეორე ნატყვიარი არ გამოაჩინა უბრძანეთ, მაგრამ ცხედარი ჩეჩნეთშიც იყო, ასე ვთქვათ, გადაგზავნილი ქალბატონი მანანას. ძნელია საცრულა, როცა ღამეა. ძნელი იყო სროლა, რასაკვირველია, ჩაბნელებულ ოთახში ძნელი იყო მის მორწვა, ხო, ფშუტა და სანთელი სინამდვილე მაშინ არ დადარია. არა, ღამეზე არ გეკითხებით. ნატყვიარი სხეულს ხო უნდა აჩნდეს. ცხედრის გამოკვლევაც ჩატარდა, ექსპერტიზაც ჩაუტარდა გარეგანი დათვალიერების სახით. თუმცა ნატყვიარი არ დაინტერესება, რომელიც ჰქონდა ხალხს, რომ ეს მოკლული იყო, ეს აზრი გაუფანტეს მაშინ. და ეს აწყობდა ოჯახსაც? წუღელას. ოჯახსაც? ოჯახსაც აწყობდა. ოჯახს რაში უნდა აწყობდეს თვითონ? ოჯახში რომ გადაიყვანეს, ხმა რა მოუღია. მე თქვენ მანალა ჩანაწერი არსებობს უშროებაში, სადაც მანალა გაკიოდა ზვიადის
თუ არ გაიმარჯვებ, ცოცხალი არ ჩამოხვიდე. ეგ სად გაქივა ქალბატონი მანანა როგორც თქვენ ბრძანებთ? არის კგბ ჩანაწერები, უშუალოდ ისმედა გროზოდან შეადგამსახურდის ლაპარაკებს, ხო? აი ეს არის სერვისი. სატელეფონო ჩანაწერია? არა, ბატონო, ჩანაწერია. თქვენ მოსმენილი გაქვთ? მე მითხეს უშუალოდ ხალხმა. გია გულუას მკვლელობა უკავშირდება თუ არა ზვიად გამსახურდიას მკვლელობას? დასაკვირველია. გია გულუა მოკლეს იმის გულს არ ეთქვა სინამდვილე. სინამდვილე რა იყო? მკვლელობა. შესაძლებლად მიიჩნევთ თუ არა რომ პრეზიდენტი გამსახურდია მოკლული იყო თავად გულუას მიერ. ვინაიდან პრეზიდენტს აღმოაჩინა სწორედ გულუას მიერ დაცვის ერთ-ერთი წევრისთვის ნაჩუქარი იარაღი. რურო აქ რა შეიძლება? გულუა არაფერს არ შეარიყო. გულუა მიცოდა ყველაფერი ეს, როგორც შეადეს მკვლელობაში მონაწილეობა, მაგას არ მეუღია, იმდენად ამდენად იცოდა ყველაფერი. გამიგეთ, მე შეიძლება ვიცოდე აქ ვიღაცას კლავენ, მაგრამ ხმარ არ მოგვიცი რომ მოკლავენ. ავთო იოსელიანი იყო ყველაფრის მონაწილე. ავთოსგან იყო ყველაფერი მოდიოდა მაგისგან.